სამწორისის მოსახლეობა სკოლაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. ავარიული შენობა ერთადერთი მიზეზი არ არის, რის გამოც მშობლები საკუთარ შვილებს დაწყებითი განათლების მისაღებად მეზობელ სოფლებში ატარებენ. ადგილობრივების პრობლემებს იცნობენ განათლების სამინისტროში. მოწყებაში განმარტავენ, რომ სკოლისთვის ალტერნატიული ფართი გამოიყოფა, თუმცა სუსტ დროს ვერ ასახელებენ. ამ კოტეჯში უკვე 40 წელია დაწყებითი კლასის მოსწავლეები განათლებას იღებენ. 1980 წელს აშენებული სკოლა ავარიულია. გაუმართავია წყალმომარაგების სისტემა, რის გამოც სკოლის დამლაგებელს წყლის მოტანა სოფლის ცენტრში არსებული ჭიდან უწევს. ბავშვებს ძირითადად სასმელწყლად თვითონ მოაქვთ ბოთლები, თვითონ ადგილზეც არის, მაგრამ ჰიგიენის დაცვის მიზნით ძირითადად სახლიდან ეზიდებიან. პატარა ოთახები არის, ძირითადად ხელი გვეშლება ღონისძიებების ჩატარების დროს. სკოლა, რომელიც ფიცრულ შენობაშია, განთავსებული შეშის ღუმელით თბება. სოფელ სამწორისში გაზის მილი გაყვანილია, თუმცა ბუნებრივი აირით შენობის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა, რადგანაც სკოლა ხისგანაა აგებული. აქ თუ კი შენობა იქნება ნორმალური და სწავლისთვის განკუთვნილი, იქნება კონტინგენტი, რომ ჩვენ სასწავლო პროცესი ნორმალურად ჩავატაროთ. რა თქმა უნდა, ტარდება, მაგრამ სიმცირის გამო კლას კომპლექტებია, არ ყვავს მეორე კლასის მოსწავლეები. პრობლემების გამო მოსახლეობის უმრავლესობას შვილების სხვა სოფლის სკოლაში დახავს. მშობლების თქმით, ბავშვებს ზამთარში დიდ მანძილზე სიარული უჭირთ და იმ შემთხვევაში თუ პრობლემები მოგვარდება, სოფლის სკოლაში დააბრუნებენ. იშლება ფაქტიურად 40 წლის შენობა გონი ხის შენობა არა. და გაჭირებისა რა, მეტად უნდა ბავშვები. სკოლა უნდა შენ საუცლებლად, სკოლა უნდა, სალაშუბაღი უნდა. სოფელი არის ძალიან დიდი, 150 ოჯახის ცხოვრობს შეძალმოდი, ყველა ოჯახშია 2 ბავშვი, 3 ბავშვი. ზოგს საჭარლების ცხოვრობენ, ზოგს 5 ყავს, ზოგს 6. აქ ახლა გაკვეთილი პირველ კლასელებს უტარდებათ. ესა კლასო ოთახი კი, რომელიც მეორე კლასელებისთვის არის განკუთვნილი, ცარიელია, რადგან სკოლას წელს მეორე კლასელი არ ყავს. ამ ოთახს სკოლა ძირითადად სათავსოდ იყენებს, რადგან მცირე კონტინგენტის გამო მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებს ერთ საკლასო ოთახში უწევთ მეცადინეობა. სკოლაში მცირე კონტინგენტის არსებობა სწავლისთვის შეუსაბამო პირობებმა გამოიწვია. საკითხზე ინფორმირებულია განათლების სამინისტრო. როგორც ცნობილია, სკოლას ახალი შენობა ექნება, თუმცა როდიდან ეს ჯერჯერობით უცნობია.